უწყვეტად ცვლადი გადაცემათა კოლოფი, ანუ CVT. CVT არის ავტომატური გადაცემათა კოლოფის ტიპი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსუბუქ ავტომობილებში. ამ ვიდეოში განვიხილავთ CVT-ის კონსტრუქციასა და მუშაობის პრინციპს. ტიპური მაგალითის გამოყენებით, CVT-ში გამოიყენება ორი ცვლადი დიამეტრის შკივი, რომლებიც ერთმანეთში გადასცემს ბრუნვას და შეუძლია გადაცემათა შეფარდება უწყვეტად შეცვალოს. სხვა ტიპის გადაცემათა კოლოფებისგან განსხვავებით, CVT-ს არ აქვს ფიქსირებული რაოდენობის სიჩქარეები. ერთი შკივი არის მძრავი შკივი, primary pulley, ხოლო მეორე მატარებელი შკივი, secondary pulley. ამ ორ შკივს შორის ბრუნვის გადაცემა ხდება სპეციალური ქამრით ან ჯაჭვით. მოცემულ მაგალითში გამოყენებულია მეტალის ლამელებიანი ფოლადის ქამარი. თითოეულ შკივს აქვს ორი ნაწილი, ერთი მოძრავი და ერთი ფიქსირებული, რომლებიც რეგულირდება გადაცემათა შეფარდების შესაცვლელად. მოძრავი ნაწილის გადაადგილება ხდება მას უკან მდებარე კამერებში ზეთის მიწოდებით ან გამოშვებით. როცა მოძრავი ნაწილები პოზიციას იცვლიან, ქამარი გადადის შკივის შიდა ან გარე რადიუსისკენ. გადაცემათა შეფარდება განისაზღვრება იმით, თუ რომელი შკივი აქვს დიდ რადიუსზე მდებარე ქამარს. მაგალითად, როცა მძრავი შკივი უფრო დიდ რადიუსზეა, ხოლო მატარებელი პატარა რადიუსზე, მატარებელი შკივი იწყებს უფრო სწრაფად ბრუნვას. როდესაც სიტუაცია პირიქით ხდება, მატარებელი შკივი ნელდება ძრავთან შედარებით. CVT-ის გამართული მუშაობა საჭიროებს შკივების მოძრავი ნახევრების ზუსტად სინქრონულ მოძრაობას, რათა ქამარმა მუდმივად შეინარჩუნოს დაჭიმულობა და არ ჩაცურდეს. რევერსული ანუ ზადნიში გადაცემა საჭიროებს ცალკე მექანიზმს. ყველაზე გავრცელებული არის პლანეტარული მექანიზმი, რომელსაც აქვს ერთი წინა და ერთი უკანა გადაცემა. ახლა გადავხედოთ მოდელს. ვხედავთ მარტივ პლანეტარულ გადაცემას, რომლის რგოლიანი გირი მუდმივად ბრუნავს მაშინ, როცა ძრავი მუშაობს. ამ მომენტში ძალა არ გადაეცემა მძრავ შკივს. როცა ჩართულია მოწინავე სვლა, რგოლიანი გირი ისევ ბრუნავს, მაგრამ ამ დროს ერთდება მზის გირი, რის შედეგადაც ძალა უკვე გადადის მძრავ შკივზე. როცა ჩართულია უკანა სვლა, რგოლიანი გირი კვლავ ბრუნავს, მაგრამ პლანეტარული მატარებელი ბლოკირებულია. ამის წყალობით ძალა ისევ გადადის შკივზე, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით. აქ ნაჩვენებია პლანეტარული მექანიზმის განივჭრილი, მზის გირის ჩართვა და მატარებლის ბლოკირება ხდება ფრიქციული პაკეტების საშუალებით, რომლებიც შეკუმშვის დროს ერთდება. მათი შეკუმშვა ხდება მაშინ, როცა კამერებში მიეწოდება ზეწოლით მიწოდებული ზეთი. თანამედროვე ავტომობილებში ხშირად გამოიყენება ორპინიანი პლანეტარული მექანიზმი, რაც თავიდან იცილებს ქამრის უკიდურესად დატვირთულ პოზიციებში მუშაობას და ზრდის CVT-ის საიმედოობას. CVT-ში შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სქემა ძრავის გადაბმისთვის. პლანეტარული მექანიზმის წნევის პაკეტები შეიძლება ფუნქციონირებდეს როგორც ძველი დაწყვილება, რომელიც ძრავს უკავშირდება CVT-ს, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება ტურბულური გადაბმა, გიდრომუპტა. სხვა ვარიანტები შედარებით იშვიათია. CVT მუშაობს ჰიდრავლიკური მართვის პრინციპით. CVT-ს სარქველების ბლოკი და სოლენოიდები იღებენ სიგნალებს ელექტრონული ბლოკისგან და ამ სიგნალების მიხედვით არეგულირებენ ზეთის ნაკადს შკივების კამერებში. პლანეტარული მექანიზმის წნევის პაკეტებში. გიდრომუპტაში საჭირო ზეწოლის მიღწევა ხდება ზეთის ტუმბოს მეშვეობით, რომელიც იღებს ზეთს ავზიდან შედგენილი ფილტით. უნდა აღინიშნოს, რომ ავტომატურ ჰიდრავლიკურ კოლოფებში ზეთი ძალიან ცხელდება, განსაკუთრებით გიდრომუპტის მუშაობის გამო. ამიტომ გამოყენებულია სითბოს გასანეიტრალებელი სისტემა, მაგალითად პატარა თბომცვლელი, რომელიც ზეთს აგრილებს. ზეთის გასაწმენდად შეიძლება გამოყენებული იქნას დამატებითი ფილტრი, რომელიც გამაგრილების შემდეგაა მოთავსებული. CVT-ს სხვა ავტომატური კოლოფების მსგავსად აქვს პარკინგის მექანიკური ჩამკეტი, რომელიც ბლოკავს გადაცემას პარკინგის რეჟიმში. ამ შემთხვევაში პარკინგის ჩამკეტი განთავსებულია მატარებელი შკივის ღერძზე. ამით დასრულდა უწყვეტად ცვლადი გადაცემათა კოლოფის ძირითადი პრინციპების მიმოხილვა. არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ვიდეო და დააფოლოვოთ ჩემი გვერდი, რათა მომავალში მეტი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. თუ გაინტერესებთ რაიმე სხვა სისტემა, გთხოვთ დატოვოთ კომენტარი და აუცილებლად მოგაწოდებთ საინტერესო ინფორმაციებს.